ნანული სარაჯიშვილი და ნიკა წულუკიძე. ორი ნიჭიერი და პოპულარული პიროვნება, ორი უბადლო პროფესიონალი და 100,000 ლარი. რთულია შეაჩერო მოზღობებული ემოცია. გაგაქლიარებ მესჯენ, ახლა ნუ მიხეთ გავგულს. ძნელია მიხვე აზროვნების ლოგიკურ ჯაჭვს. არა, წოდნა. როცა შენს ხელში ძალიან დიდი ფულია და როცა ყველაფერს მხოლოდ სწორი პასუხი წყვეტს. ვის მხარეს დაიკავებს ფორტუნა? ეს არ უნდა იყოს კულტურული. ვის ხელში გადავა ფულით სავსე კეისი? იყას ფერი მოუვიდა, ფერი! როგორ დასრულდება ვერბალური დუელი შოუში მონაწილე ეკრანის ოსტატებსა და შეკითხვებით მანიპულირებელ პროდიუსერებს შორის. აბა მიდი ნოე. კახი ბერიშვილსა და გიორგი ბარდაველიძეს აქვთ დიდი ფულის მოგების ძალიან დიდი ამბიცია. ეს დედამიწას ყოველთა ფეხმძიმ და იმდენი ღვარძლი დავთესებ წოდის. მათ აქვთ საკუთარი თავის იმედი. ჩემი ფულია და რაღაც როგორც და ღიმილით ხვდებიან ნებისმიერ გამოწვევას. გუშინ წინ გემი მაჩუქეს. არავინ იცის, როგორ დასრულდება მუზების მეგობრების პოეტურ ნოტაზე დაწყებული თამაში ფულთან. მუდამ დაწერა ლექსი, შემდეგ ჭამა კექსი და მერე გონდა კარგი. ფულთან თამაშის მორიგი რაუნდი. იმედზე. საღამომშვიდობის ახალბატონებო და ბატონებო, ეს არის შოუ ფულთან თამაში, რომელსაც წარმოგიდგენთ ევროპა-ბეთი. ეს რაღაც თქმა უნდა 100,000 ლარია, თითო შეკვრაში 2,000 ლარია, სულ ასეთი 50 წელია. შეიძლება არ ჩანს, მაგრამ აქ ქვეშ კიდე სამფათაწყვია. ამას უფრო ადვილად დავინახავთ, როდესაც გადანაწილება მოხდება აქ. ვინ გადაანაწილებს ამ თანხას? დაცვის თანხლებით არიან ჯერჯერობით კარს უკან. მაგრამ მალე შემოვლენ ჩვენთვის კარგად ცნობილი საზოგადო მოღვაწენი, არტისტები, ნანული სარაჯიშვილი და ნიკა წულუკიძე. შევხვდეთ! გენათო. 100,000 ლარი უკვე თქვენია. რადგან ხელი ჩავამართვით. აქ არის ახალი წესები. დუტასთან გამარჯობა, ხელის ჩამართვება 100,000 ლარია ავტომატურად. აჰა. წავედით ფაში. დიდი მადლობა რომ მოგბრძანდით. ნანული 100,000 ლარი ერთად ნანახი გაქვთ. არასდროს არ მინდა. შეხე. დიდი მარტა გათხას ნანული. ფულმა შეჩვევა იცის. გენაცვალე. იმღერე ხა ფულებო. ფულები არის შველი, გამხარებელი. მაგას ჩვენ ვიტყვით. შენ მერე ვიმღერებ, გესმის ცოტა. გააჩნია ეს რა მოხდება. 100,000 ხო გვინდა? გვინდა? 100,000 არ გვინდა, დუტა. 1000 გვინდა. არა, მე 100,000 მინდა. ახლა და ჩვენ თამაშს აგზელებს, ესე იგი? ნანული სარაჯიშვილი. მე გეთქვათ ისე რა, რაღაცას მოახერხებდით ასე. არა, პრინციპის ამბავია, ეს. პრინციპის ამბავია, ხო და ეს თანხა ხო თქვენია. დიახ. და ეს უნდა შეინარჩუნოთ. ოღონდ 8 შეკითხვა მაქვს მომზადებული. 8 რა, პრინციპში 16, იმიტომ რომ ორი კატეგორიაა გაიგე და რაღაცეები და კატეგორიას აირჩევთ, მე არა, პასუხის გაცემა 8-ზე გვიწევს. 8-ზე გიწევთ პასუხის გაცემა, ოღონდ ამ ორი კატეგორიიდან თქვენ ირჩევთ, რომელი კატეგორია უფრო გაწყობთ. ნახე, როგორი შეღავათებია? ნანული, ხომ მზად ხარ? მზად. ვინ მიიღებს ხოლმე გადაწყვეტილებას აქ? ნიკა. რატო, კაცო? იმიტომ რომ კაცი იღებულობს ყოველთვის კარგი. გადაწყვეტილებას. იცის ნანული, რა ქნას? საქართველოში ასეა გენაცვალე. ხო. კი. რატო? ასეა, კაცი არის მთავარი. მაგრამ მასთან შეთანხმების საფუძველზე, დუტა. ბიჭო, აი ეს ქალები რა ხართ, ესე იგი დაგვაჯერებენ რომ კაცები ვართ, თავარი მე გენდერი და გენდერიო ჩხუბობენ და გადაცემის ბოლოს შევაჯამოთ ვინ მიიღო აქ საბოლოო გადაწყვეტილებები ნახოთ. ნახოთ. კატეგორიები ნახოთ? ნახოთ. ნახოთ. არა, ჯერ უნდა გამოვაცხადო ოფიციალურად. ნანულისთან და ნიკასთან ერთად თამაშობთ ფულთან. ყურადღება, კატეგორიები ეკრანზე.
გაზაფხული და რაოდენობა. გაზაფხული არა? თუ რაოდენობა? როგორც გინდა. გაზაფხული. რატო რაოდენობამ რა დაგიწუნათ? ვერა ვიცი რაოდენობა რა არის და გაზაფხულზე რაღაცა გაზაფხული იქნება ვიცი და. ენძელა, ია, ტარხუნა, ამბავი, ჩაკაფული, ბატკანი. გაზაფხული. 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 გაზაფხულ და გაზაფხული მოვიდა და დაწვა. ისევ ამილიეს ფიქრება. აბა ნახოთ 4 სავარაუდო აქ მოვიდეთ თუ აქ ვიდეთ? არა იდექ, კარგად არის. მაგედან არის ჩანს, ნახე. აი, მსხალი, ქლივა, ალუბალი, ჭერამი. ნანული ფიქრი დაიწყო ნიკამაც. ნეტა რა შეიძლება იყოს, რა შეკითხვაო, რა გამოვაო ერთი, მაინტერესებსო ძალიანო და მაკეთ მველოდებით კითხვა აქეთ გამოგზანდება. რომელ დეკორატიულ ხეს უწოდებენ იაპონელები საკურას? ალუბალს. რაო? მაგრამ რა ვქნათ ახლა, ჰა? 100,000 ლარი უნდა გადაანაწილოთ რამენაირად. ან დადოთ 100% თუ ხარ რამეზე დარწმუნებული, მთლიანად თანხა უნდა დაიდოს, სასწრაფოდ ოღონდ ცოტა დრო გაგვთ. მოიცა ნანული რა ვქნათ მითხარი. გადავანაწილოთ. გადავანაწილოთ? აბა რა. ჭერამი, ქლიავი, მსხალი, ჰა? აი, ალუბალი. ეს. აქ რამ სამზე უნდა დავაწყოთ, ხო? და თუ 100%-ით ხარ დარწმუნებული, შეგიძლია ერთზე დადო, კაცო, არ არის აუცილებელი. ბიჭო, არ არ ვიცი. არის საჭირო ერთზე. ნანული მითხრა ერთზე არ დადო არასოდესო და თორე მე კი ვიცი. ჰა, ნანული მითხარი როგორ 20 გავანაწილოთ? წამი გაქვს. კარგი, კარგად. ჰა? ერთი სალი კარგია. თავისუფალი უნდა დარჩეს. დარჩეს, ჰა? ერთი თავისუფალია, თუ 10, აგუბალია, 9, ბიჭო. 8, 7, 6, 5, 4, ჰა? 3, ჰა? 2, 1, დრო ამოიწურა. იაპონელები დეკორატიული ხე არსებობს ერთი ესეთი მსხალი და უწოდებენ საკურასო 6,000 ლარი დერგო ამას. ჭერამი როგორც დეკორატიულ ხეს იაპონელები ჭერამსო, ესე იგი 4,000 ლარად შეგვიფასეთ ეს ამბავი, ხო თქვენ? დანარჩენი ესე იგი 90,000 ალუბლის ხეს ერგო. ხო. არ გამოფრინდეს არ მაღლაცა შეამაფრინე. ვაი, ვაი. ვაი. ბიჭო ალუბალია? ჰა. ალუბლები რო საკურა. აყვავდება იაპონიაში. ალუბალი ყვავდება მანდა? დარწმუნებული ო. ხარ? ნუ მანერვიულებთ ახლა, ჰე? ნახოთ სწორი პასუხი. აბა, ჰე. არ მგონია. ნუ, გაგაქლიავებ ეს შენ, ახლა ნუ მიხედკავ გულს. ნიკა. ჰა. ჰა. ოი ნოე. ბაი ბაი, ბაი ბაი. დაწყეთ. ბაი ბაი, ბაი ბაი, ბაი ბაი, ბაი ბაი, ბაი ბაი. ბაი შენ და. ჰა. ჰა. 6,000 გავკარგეთ. გავკარგეთ 4,000 გავკარგეთ 90,000 შეგვჭა. ვაშ. დააბრუნეთ თანხა ადგილზე. ამასაც დრო უნდა თუ არა? არა, ეს ნელა გადმოალაგო. აი, მე მე- დაგელაპარაკები 1 2-ს გეტყვი რამე. თბილ სიტყვას. მაგალითად აი 90,000 გაქვს და ეს 5 ცალი შეკვრა, ანუ 10,000 ლარი რატო დაკარგეთ, მაინც ვერ გავიგე. ეჭი გეპარებოდა მაინც ხო რაღაცა. ეჭი ხო იცი ეპარებათ ხოლმე ხა. შემეპარა. მეორე კატეგორიაზე გადავინაცვლოთ შენი- და აბა, ჰე. და ორი კატეგორია ვნახოთ. აბა, ხან გამომადგენელი, ხან ნაკოფნაშია გამომადგ- ნანული და ნიკა სიმფსონები და შექსპირი. შექსპირი. ნუ ნანული შექსპირი. ჰა, ნანული შექსპირი გითამაშია. კი. რამდენითა? შექსპირი? შექსპირი. შექსპირი. კლამ შექსპირი. რიჩარდ ეხლა მესამე უფლისწული მითამაში. ნახოთ 4 სავარაუდო პასუხი აიმე. მონიტორებზე. არა, შექსპირის ამ ხელა თემაა მეხუმრებით თქვენ. ო, მაის ჰამლეტ, რომეო და მეფელირი, ჰამლეტი, რომეო და ჯულიეტა და ოტელო. ნიტა არის ბოლოში რა? ო, ოტელო, ოტელო შექსპირიც არა შუაშია. იმან დაწერა რა ქვია.
სხვათა შორის ოტელოს ლიტერატურული პირველწყარო შექსპირის დაწერილი არ არის. ზუსტად შემიძლია ვთქვა, შექსპირმა იმ როგორც რომეო და ჯულიეტა ჰოლინშედი იმაზე არტურ ბრუკის რომეუსისა და ჯულიუსის ტრაგიკული ზღაპრის მიხედვით დაწერა, ისე ჰამლეტი ჰოლინშედის ქრონიკების მიხედვით აქ დაწერილი. ამიტომ ბოლომდე მისი არ არის. დაყარა ცოდნა. იცოდი? იცი? იცოდა. ამან იცის, რაც. მოდი ვნახოთ კითხვა როგორ ჟღერს, რა გვინდა ერთი. შექსპირის რომელი ტრაგედიის ფაბულა არის გამოყენებული ანიმაციურ ფილმში მეფე ლომი ნეტა? როგორაო? მეფე ლომი. დისნეის მულტფილმი რო არის მეფე ლომი. ფაბულა რას ნიშნავს? რომელი, აი აქედან რომელიღაცის ფაბულა არის გამოყენებული. ვისი მიხედვით არის დაწერილი სცენარი ამ მულტფილმის სცენარი, რომელი ნაწარმოების მიხედვით? მეფე ლირი ალბათ. ყველა უყურებ ხო არ გიკარნახებს. დრო მიდის თან 30 წამი დაგრჩათ დრო. მოიცადე ჰამლეტი რა? მოიცა მამა შვილი ჰამლეტი კაცო. დრო მიდის 20 წამი გაქვთ. შვილი მოდის, მამას კლავენ, შვილი მოდის. დედა, ხო, ჰამლეტი. მარა სიყვარული იქ არ არის, ოტელო, მოიცა. დრო აი მე არ ვიცი. ჰამლეტი, მეფე ლომი. მულტფილმი რო არის, ის მამას სრო კლავენ და შვილი მიდის, მე მომ ჰამლეტი, ხო? ფერი წაუვიდა. ცუდად. ბიჭო, მე თუ შექსპირი, აბა მიდი ნოე. მიდი ნოე. ოტელო არა. ეჭვიანობა იქ არა, რომეო და ჯულიეტა სიყვარული. არის დაიბადება უფლისწული, ეხლა მოდი რადგან აქ ვეღარაფერს ვეღარ შევსვით, გაგახსენებ მულტფილმში. მახსოვს კაცო, რომ დაიბადა უფლისწული. ბიძა მოვა, გაიქცევა ეს ბიძა რას შვება? ბიძას დედა მოყავს ცოლად, გონი მულტფილმში პიესაში ესია. გადავდო ეს თუ არა, ვეღარ მოასწარი ეგ ამბავი. ნანული რა დღეში. მე ამ გადაცემის ბოლო წუთს ვერ მივახცევ. მამის აჩრდილი არ გამოეცხადება. მულტფილმში რომ მამის ჩერო მოდის. ჩერო, შენ ჩემო ჩერო. ნანული მშვიდობაში მოიხმარე და ჩემ საფლავზე აღდგომას კვერცხი მოიტანე ხო? მე ისევ ნერვიულობ, ამის ფინალში გაფსვლელი არა. ნუ ნერვიულობ, გენაცვალე, აქამდე არ. ნახოთ სწორი პასუხი. ნიკა თუილად ნერვიულობ. არც დავფიქრებულ ვარ დუტა, რომ აი მეფე ლირი შეიძლებოდა რომ შექსპირის ფაბულა ყოფილიყო, ხედავ შენ. მეფე ლომი. მეფე ლომი ხო? ჩვენ დროს სად იყო ლომი, შეიფთა ქორწელი და წუნა და წუნა და თან პირდაპირ. ჩემი ასეთი მამა. მუდამ რა, შენი. წუნა და წუნა რა. დაკარ მირჩევნია. ხო გირჩევნია. დაკარ. რატო გირჩევნია? დაგა მე სიკეთ არა ისიც ყველაფერი მირჩევნია დაცხე მიდი ნუმანერველი. გართობს. ხალხო, რომელი კამერაა რა? არის ფიქრობთ რომ ეს არ ვიცი, მაგრამ აქ ისე დაძაბული ვარ და ანერვიულებული რომ აი მე რა ვიცი ხა ეს რა არის. გავიდა დრო, იმის დროს რომ მithლი, ამის დროს დათვალეთ ხა. რატო გიწვიდი? აი მე როგორ შემეგი მე შენც არ ჩაგიყოლოთ გამოდი. ოტელო და რომეო და ჯულიეტა გამოვიცხეთ, ესე იგი დახჭობა არ არის იქა, ხო? არც საწამლავით თვითმკვლელობა არა. არც ორი მეომარი ოჯახი არ არის. არა. არც სამი შვილი მყავს და საკინზე შემიხსენი, ეს არ არის ფოტოშორის იქა, მაგრამ ეს კაი დანამატი იყო ქართულ ვერსიაში. ამი ავტირდივით მეფე ლირი ყველასგან მიტიებული. ეს შო. გადმოდე ის სამის თუ გინდა ნანული. მოიცა. 6000 რო დაგვრჩეს რას შვებით? გავინაცვლე. შენი ჭირი წაუღია, კაც ნანულის ეყოფა, რემონტი უნდა სახში გააკეთო. რემონტი გინდა ნანული? კიდე რემონტი გინდა გოგო? რა იყო ამ რემონტებზე? ყველაფერი მინდა. სულ რემონტს აკეთებს ეს კაცი გადამრევს. ოღონდ ნახოთ სწორი პასუხი. დუტა, გამოდი აქეთ. სადიში. ნუჭრაჭუნობ გაჩერდი რა. 6000 ლარი დავკარგეთ. არც ისე კაია, მაგრამ კომენტი ხო დამჭა, რამდენი დამჭა? 84000 დაგჭათ. კარგი ამბავი იყო ესა. დავაბრუნოთ. გადმოვალ. არა გამომადექი არა.
ნიკა როგორ ხარ? თუტა ძალიან აი არ მეგონა გეფიცები ყველაფერს არ მეგონა მე ბიჭო კარგი რა მოგივიდა შენ კიდე კაცო ესე იგი კაპლი მომიტანეთ ხალხი არა ხა ჟირკა კალნოშტა რაგა გენაცვალე შენ სემილოცელი შეგაშინო ამაგრა აწლარეთ ამაგრა შეგაშინო არა მე იცი რატო მე ეხა ეს იქ მეფელირზე დამეწყო პროფესიული ღირსება ჩამორთმეული მექნებოდა აბა ფული ხელი ჭუჭყიროა დაგავიწყდა შენ ვაიმე შენაცა მომათრიე ფული მინდაო თორე არ მომდიოდი ცოდნა ყვინის ჭუჭყი ხო არა გენაცვალე ნათელია ნათელი გავაგზავნოთ და აი ამ ცოდნაში ნელ-ნელა რაღაცა ფულის შოვნაც შეიძლება ეს არის ეს შოუ სადაც ცოდნით შეიძლება მოიპოვა ფული რამდენი დარჩა უკაცრავად 84000 გაქვთ და ორ შეკითხვას გავეცით პასუხი კარგად მიდიხართ აჰა ესე თუ გააგრძელეთ თქვენ ცოტა მოკლებით იდეალურად წახვალთ აბა ვნახოთ მესამე ეტაპის ორი კატეგორია აბა ნანული ყურადღებით დიქტატორები და უბედური შემთხვევა უბედური შემთხვევა ალბათ რა უბედური შემთხვევა რაღაცა უბედური შემთხვევა არ დიქტატორი იმდენი იყო იქიდან მოყოლებული იქამდე ჩასული რომ რა ვიცი რას ამოარჩევ მაინც უბედური შემთხვევები რამდენი იყო ეხლა დაფიქრდი კარგად გამოვცალოთ არ გვაწყობს ეს არც ერთი თუ არ შეიძლება იყო რომელიმე დავტოვოთ ეხლა ნანული ბძანე ბძენი ქალი ხარ არ ვიცი ბძენი ქალი ხარ დაცხე ბრძენო ნანული იყოს უბედური შემთხვევა დაუში შენი ვერსია თქვა რუკა მარაკი უბედური შემთხვევა არ დაგვემართოს ხა დააკაკუნე ნანული ხეზე აჰა მოდი მიდი დააკაკუნე კარგი ხარ კარგი ხარ 4 სავარაუდო პასუხი მონიტორებზე ნანული ნახე ეს ევრიპიდე სოფოკლე არისტოფანე ევრიპიდე სოფოკლე არისტოფანე ესქილე ესე იგი სოფოკლემ ოიდიპოს მეფე ევრიპიდე მედეა ესქილე მიჯაჭული პრომეთე მაგრამ კითხვას დაველოდოთ არა მიდი კითხვა ეკრანზე გადმოცემის თანახმად რომელი ბრძენი დრამატურგი გარდაიცვალა იმის გამო რომ თავზე დაეცა ცოცხალი კუ არ ვიცი დრამატურგი ნახე როგორ ადევნებს თვალყურს კითხვის ფორმას გადმოცემის თანახმად რომელი ბერძენი დრამატურგი გარდაიცვალა იმის გამო რომ კუ დაეცა თავში თანაც ცოცხალი ესქილე ევრიპიდე სოფოკლე თუ არისტოფანე აბა თიაცოდე შენ უნდა იცოდე ერთი უნდა იყოს ხო თავისუფალი ნახე რა ზუსტად გადაანაწილა ესე იგი არ მახსოვს კუ რომელს დაეცა მე რა ვიცი 13 წამია 12 11 10 9 8 7 6 5 4 3 2 1 და დრო მოიწურა ერთი 2 3 4 5 15 16 ცალია ესქილეზე ანუ 32000 აქეთ გვაქვს 12-13 ცალი, ხო? ხო. ხო, ესე გამოვიდა. ხო. ანუ 13 თუა 26000-ია ევრიპიდე. არისტოფანეს არაფერი და აქაც ზუსტად ასევე. ზუსტად გავყავ. 26000 და 32000. აი მეტია. იქ მეტი დავდე? ესე შეიძლება თითო გადაგენაზინებინა. ეხლა აღარ შეიძლება. ეხლა ეს უკვე არის მიღებულია გადაწყვეტილება. თავარია რომ ეს სამივე არ ჩავარდეს და ის არ იყოს სწორი პასუხი. ის ჩავარდება და ნიკაც ჩავარდება ქვევით რა დაიჭირე სად არიან ის კაცები რომ ჩვენიერი ადამიანები დგანან. ნახოთ სწორი პასუხი. ტაქტიკურად აბსოლუტურად სწორი სვლა არის. რატო არ ვიცი კუ დაეცა თავში კაცო? კუ დაეცა თავში კი. აი შემილია სათითაოდ ვილაპარაკოთ ლექციები ამან როგორ რეფორმატორი იყო და კუ რომელ დაეცა თავში ნიკა ქოროდან გამო კუ რომელ მელოტი კუ კინძაძას კუ
რა მოგახსენოთ, მაგრამ მე ხა მიხიდო და მეცემა ვიცი სამივე რო ჩავარდეს ნამდვილად. რა ვქნა, ჩვენი ჭირი წაუღია. იძახე ხა მთელი ცხოვრება, ჩვენი ჭირი. დაიმე! აი 32,000 მეტი დარჩა. არა. კი. მეტი დარჩა, რა თქმა უნდა, 52,000 ჩავყარეთ ქვემოთ და 32 აქეთ დარჩა. ხო, 32 დარჩა. ხო, კაია მე 32 წავიდა და 32 და დარჩა. ნუ გეშინია ნანული, აქ ავარ. მაგრამ აი ეს როგორ არის ახლა? მოვიდა და ჩემო. მე მაინც ვიცოდი რაღაცა წყარად ვიქნებოდი, მეც ნერვიულობ. იცი და არ ამბობ შენ მარა. შენ გეცოდინება, მაგრამ კურო დაეცა თავში ხა. ესენი ამათი ბიოგრაფიები ასე თუ ისე ვიცი, მაგრამ სიკვდილის მიზეზი არ მახსოვს, რომელიღაცას დაეცა კუ მახსოვს, მაგრამ რომელს არ მახსოვს. ისე დაგიმშვენდა, მახსოვს, ხირი რომელიც რაც გახსოვს. გახსოვდეს შენ. რატო არა არის? და არისტოფანე მახსოვს. ყველაფერი რო იცი ამ ქვეყანაზე, რატო არის კუ რომელს დაეცა თავში, რა დაგემართა? მე რაღაცა მგონია მაინც იქითკენ მახსოვს მე. ნუ მანერვიულებს. ეს არ უნდა იყოს ყუთი მკვდარი. ეს ქილე ისეთი ხიფათიანი იყოს სპარსელებთან წინააღმდეგ ბრძოლაში იბრძოდა ხო და ყუ დაეცა სპარსელებთან ერთად სპარსელებს არა, გადარჩა იქიდან ჩამოვიდა და მე რა დაეცა დაწერა ყუ თავში სპარსელები. ეს ქილეს. სწორი პასუხი კომერციული ჭრის შემდეგ იმედი. მენი კომერციული მაშასე დაგიბრუნდით პატრიოტულ საზოგადოებამ, ხო გაგიხარდათ? ეს არის შოუ ფულთან თამაში, რომელსაც წარმოგიდგენთ ევროპაბეთი. აი ამას რომ ვაცხადებ, ამ საფილო სათვალით განსაკუთრებით უკეთესად ჟღერს ხოლმე რა. კიდევ ტაში. ესე იგი, ნანული და ნიკა არიან ჩვენთან. იცნობთ ალბათ. გეცნენ? აუ, რას ნერვიულობ? მესამე შეკითხვაა და ეს მოკვდა, ნერვიულობს იმდეს რეკლამაზე ხან წყალი დავალევინეთ და ხან კაპლი. ხან წნევა გამიზომეს. ნიკა, ყველაფერი იქნება კარგად. მნიშვნელობა აბარა. მოიგებ, წაიგებ, აბარა. მოგიბაძმები არიან. აბარა. ორ კითხვას გაართვით თავი და 32,000 ლარი დარჩა ჯერჯერობით, იმიტომ რომ 52 ახლა ჩაიყარა. ხო, მესამეზე ვართ. მესამეზე. რა მოხდება? აი ახლა გავიგებთ, აი. არისტოფანე თუ ესქილე, რომელი მოკვდა თავში კურო მოხდა იმის გამო. არისტოფანე ვითო. აბა ვინ როგორი იყო? თუ გახსოვს. როგორი აი კუ რატო შეიძლება დაგეცეს ადამიანს თავში? არ ვიცი, მიდი რა, მიდი. მიდი. არისტოფანე თუ აი მე და შენ არა გვაქვს მაგის საშიშროება, გაიგე, მაგრამ აი მალხაზა ქვევიშულს აქ რა. კურო დაეცეს. ხო. ეს ქილეს სურათი ვინ იცის, ბიჭო, სად არის გადაღებული რაღაცა ის რა არის. სურათი გადაღებული. აბა შენ რატო ამბობ, მე ვსამბობ თუ რას ამბობ? ხო აბა რას ვამბობ? არ ვიცი, მიდი, აბა ნახე. ერთ-ერთი აქედან იყო მელოტი. რომელი იყო მელოტი, ეგ არის მთავარი, გაიგე? და მე არწივის რო კუმი ხონდა, გაიგე, ზემოთ. და ქვაეგონა, გამოაქანა რომ გავხეთქავო, მოვკლავო რა და გასკდებაო და მე შავჭამო რა. ხო ეგრე კლავენ საერთოდ არწივები ესე მივიდიან, ქვას რომ იძნებენ და იქნეინებიან. გამოაქანა და ბიჭო ამ მელოტს დრამატურგს არ მოარტყა თავში. და იქვე დაიბრუნდა. იქვე დაიბრუნებოდა აბა იმ სიმაღლიდან ყურო დაგეცემა თავში მოკლავს აბარას იზავს. თან მithumet ეს თვაც რო არ ეკავებს. რომელი იყო ეხა მელოტი ის თუ ეს? არ ვიცი, დუტა, არ ვიცი, მელოტი რა. არისტოფანე. მელოტი კუო ვიღაცამ დაიძახა, შენ თქვი თუ შენ? მე დავიძახე. შენ თქვი ხო, კარგად გაგიძახია. კუ არა მელოტი ოღონდ. კუ მელოტზე. სწორი პასუხია ადი. თამაში და თქვენი. დააბრუნე შენი 32,000. იდა რაღაცა მოფერიანდი, ხედავ? კი, ფერი მოვიდა. მეოთხე კატეგორიისთვის ვზათა ხარ? მიდი, კაცო, დედას უტყვა. წავიდა. აბა ეკრანზე ნახოთ ორი ვერსია. ავირჩიოთ კატეგორიები დედაქალაქები და კომუნიკაცია. კომუნიკაცია, დედაქალაქები მოზამბიკა, ზიმბაბვე არ მითხება. დედაქალაქები, რა ვიცი. არა, დედაქალაქები? კომუნიკაცია.
ნანული, რომელი კომუნიკაცია. შენს კომუნიკაცია გიჩვენე, კომუნიკაბელური ადამიანი ხარ და კომუნიკაცია გიჩვენია რა. დიახ. მეც ისე კომუნიკაციაზე გამახსენდა, მოიცადე ნახე გაგამხნევოთ ეხლა. აბა, სანამ სავარაუდო პასუხებს მოგართმევდით, ჯეოსელისგან ჯეოკონექტები ეს არის რაიმე ყველაზე მობილური ინტერნეტი დედამიწის ძალიან დიდი ზურგზე. ჯერ არ მოგვიგია. არა უშავს ეს ისედაც საჩუქრად დიდი ჯეოსელისგან. მადლობა. კომუნიკაციაზე დიდი მადლობა, ჩემო დიდი დუდა. მადლობა. კომუნიკაცია ჯეოსელის კონექტი და 4 სავარაუდო პასუხი მონიტორზე. მოგზაურობა შრეებში, ურთიერთობა შრეებში, უხილავი ურთიერთობა, ერთიანი სული. რაო? აი, პირდაპირ გითხავ რა, მეც. რაო? მოგზაურობა შრეებში, ურთიერთობა შრეებში, უხილავი ურთიერთობა და ერთიანი სული. რა ვიცი, ნახოთ რა კითხვა, რა გვინდა, რა კომუნიკაცია, რა. რას ნიშნავს ესკიმოსების ენაზე ინუიტზე ტერმინი ინტერნეტი? მოგზაურობა შრეებში, ურთიერთობა შრეებში, უხილავი ურთიერთობა თუ ერთიანი სული. რა შეიძლება ნიშნავდეს ესკიმოსების ენაზე ინუიტზე? სიტყვა ინტერნეტი. არა. 40 წამი დაჭა. ერთიანი სული. 20 წამი გაქვთ რა. ამაში. არაფერი. 7 6 5 4 უფრო ეს ორი მგონია. 2 1 დრო ამოიწურა, უფრო ეს ორი გონია, ანუ ერთიანი სული და უხილავი ურთიერთობა, მაგრამ როგორც ხედავ, ზუსტად გადაანაწილი და ერთგან მოხდა უბრალოდ მეტი. 10,000 ურთიერთობას შრეებში, დიახ. უხილავ ურთიერთობასაც 10,000 და 12,000 ერთიან სულს. ეს დამიტოვე მოგზაურობა, ხო? მოგზაურობა არ გვაწყობს. რომელიმე უნდა დამეტოვებინა და ის რომ მეთქვა ის არ გაწყობს რომ მეტყობდი და. მე რა არის ეს შრეები რამდენად ეს ესკიმოსების ენაში ეს შრეები რამდენად ზის თქო, გაიგე? სწორი პასუხი, ნახოთ. კუ როგორ არ ვიცოდი, თო, კუ ეხლა არ. ხო იცი? ეხა ვიცი, მაგრამ აღარც მეცოდინება დავივიწყებ მაგას. აქეთ გამოდი. აი, რო ჩავარდეს და მეცე გამოგვლიჯო მოსულა, არ მოსულა. ვერ მოასწრებ. მაგისთანები მომისტრია შენება დამთედა, ნახეთ უნდა მოასწრე. ხო კარგად ახლა. ეხლა მეც ამა ნერვიულე შესულ არ ნერვიულობდი რა. უფროსი ქალი ამის ნერვიულობა შეიძლება წნევა აწუხე. რო შენ იმის არაფერი. ყველამ თავის მამიდას მოვა. ყველა თავის ნევას მოვა. ყველამ თავის ნეს. ჰა, წადის. დედა. მოგზაურობა შრეებში. ცემე. არა, მე დამსეთყვეცაო. გაჩერდი, არა, მე ყველაზე ტაშს რო უკრავე. რო წავაგე. მადლობ ტაშს რო უკრავთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. თუტა, შენი ბრალია. რა ქნას თუტა. რა იყო ეს რა შრეები იყო? ეს იყო მოგზაურობა შრეებში. მოგზაურობის შრეები. არა, ურთიერთობა. არა, მოგზაურობა იყო ეს. სწორი პასუხი იყო მოგზაურობა შრეებში. მოდი რა თავიდან ეს თავიდან ვითამაშოთ 32,000-დან. ეს მედაში გავიდეთ ეხლა. პასკა გაკეთდი თუ არა და გაფუჭდი ვითამაშოთ. კონექტები ხო მოგეცი? ჯეოკონექტები. აი ვიღაცა ამოდის, ჩემოდნით. ეს არის კახა, რომელსაც თანხა უნდა რომ დააბრუნოს თავის ადგილზე, ოღონდ იცივისთვის. ეხლა თქვენს მე რო შემოვლენ სათამაშოდ. შენ გეგონა შენთვის მოკონდა? მე მეგონა ჩემთვის მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ, დაგემშვიდობოთ. დიდი მადლობა გენაცვალე, შემოყარბო. დიდი მადლობა. ძალიან კარგად ითამაშა. შვენივრად, ჩვენ კარგი მხარდაჭერა იყო. კი. ბევრი ნერვიულა.
ინერვიულად. და მაგისი ბრალია ეს კაცი კი ყველაფერი. ნახავდა. რა მაგისი ბრალია ბიჭო რა ცოტა რომ ენერგია იმას გამოვიცნო მოგზაურობა შრეებში. იქნება არც არის და მოგზაურობ, გაიგე? დედა რამდენი მინუტა. ურთიერთობ თან შრეებში რო იცოდე მოგზაურობ. არა ვაფშე არ მოგზაურობ შევდივარ Facebook-ში და ვურთიერთობ მე ნანულისთან ეგ Facebook-ზე ლაპარაკობ. ინტერნეტშიც ვურთიერთობ იაჰუ ინტერნეტში შევდივარ და ვიკიპედიაში დავდივარ, მოგზაურობ, გაიგე? შემიარე, გარდაიკარგე. აბა დიდი მადლობა. არა, აქეთკენ თუ შეიძლება, იქით არა, ნიკა. იქითაც. აი ეს უნდა გახო. დიდია ჩაგვი გიორგი ბარდაველიძე და კახი ბერიშვილი შევხვდეთ. აუმარჯოს. როგორ ხართ? გილოცავთ, თქვენ უკვე 100,000 ლარი გაქვთ, რადგან მოხვედით ჩვენთან. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი წარმდგენი გახლავთ ევროპაბეთი. მოხვედით, ჩამომართვი ხელი და 100,000 გახდა შენი, მაგრამ იმისთვის რომ გაგატანო, ერთი 8 შეკითხვას უნდა გამცეთ პასუხი. სულ რაღაც. შევეცდები. გიორგი რომელია და კახი რომელია? გიორგი, კახი. ანუ გიორგი რომელია და კახი რომელია? გასაგებია, გიორგი და კახი. რა პროფესიის ხარ? იურისტი ვარ. და რა საკეთებ? ამჟამად ვარ ადვოკატის თანაშემწე. თანაშემწე ხარ. კი ბატონო. თანაშემწე გიორგი და მე ვარ ბიზნესის სფეროა ჩემი, მაგრამ ხელოვნების დარგში ვარ ამჟამად. რა საკეთებ? რაღაც პროექტი მაგაკეთებული და ასე შემდეგ. ერთობი შენთვის და თანაც ლექსებს წერე ხოლმე ვიცი რაღაცნაირად შენთვის. ბევრი ლექსი გაქვს დაწერილი თან. საკმაოდ. საინტერესო ამბავია, გვეტყვი მე. მე კი. ეხლა? ეხლა თავ შევიკავებ. რათა კაც? აი კითხვებს დაველოდები, ხასიათი ხო ის მადაჭამაში მოდის. ხო და აქ უკვე რა არის, უკვე დაჭამი 100,000 გაქვს, გაიგე და ეხლა ნელ-ნელა უნდა დაიკლო წონაში. ფული გვაქვს. ეხლავე შემოგთავაზოთ? უკვე ბედნიერი სტოტიშიანები ვართ. აი ხა დააცემინება ვითომ? არა, ესე დააცემინა აი. არა, უკვე გვაქვს და არ უსურვებ. გვაქვს უკვე. არა, შენარჩუნებას გისურვებ. შეგჭეს. ახალი მომენტია. ასე და შეგჭეს. აი მაშინ წავიკითხავ. აბა მიდი. ოღონდ ეს უფრო მოდი შოუსთან რახან შოუში ვართ და რახან ეს არის უფრო შესარჩევი წავიდა შოუსთან. მასკარადია და ხალხმას თითქოს კვლავ შეითავსა თავისი როლი. ვირას თამაშობს თავად არ იცის, ჟამი იწყება გაქცევის, რბოლის. იცით მიიღებებსაც უჩნდებათ ბზარი და ყველაფერმა დაკარგა ფასი, გაუფასურდა სიტყვა პირობის, რადგან დაიქცა ღირსების თასი. უკვე მკვდარია სხეულში სული აკლდამებს მიღმა, ბაკუნობს დოლი. მე იმ აჩრდილებს ვესაუბრები, რომელთაც ჩემი დუმილის ესმით. ისევ ღამეა, თვარი დამძიმდა. ჩვენი ცოდვებით, ჩვენი ცხოვრებით ეს დედამიწას კვლავ დაფეხმძიმდა იმდენი ღვარძლი და უთესეთ ცოდვის. მაინც ღამეა, ჭრიჭინებს ჭოტი. სიკვდილი ჩემთან მოვიდა ჭორით. მასკარადია და ხალხმას თითქოს კვლავ შეითავსა თავისი როლი. და არა ჩაოლებრივ ამაღლებულ ნოტაზე მე მსურს გითხრათ რომ გიორგისთან და კახისთან ერთად თამაშობთ თუთან ეხლა კავკასიებზე მოგიყავთ მეც დავწერე ერთხელ ლექსი და დავარქვი აპოკალიფსი ჩემიც ძალიან მძიმეა. გუშინ წინ გემი მაჩუქეს. დაშრა ზღვა. გუშინ მანქანა მათხოვეს. გაქრა გზა. დღეს შეუფრენში ჩავჯექი. ჩამოიღვარა ცა. ახლა კი სახლში მარტო ვარ და ჩემთვის ვამბობ. ბა გიორგის წეს. ნუ ექსპრომტად დუდამ დაწერა ლექსი, შემდეგ ჭამა კექსი და მერე გონდა კარგი სექსი. აი ეს არის, აი ლექს დაწერ, კექსი ეჭამ და მერე მიდირჩ რეგინით. აღარ ჩერდება. აბა რა.
15 ჯერ. მე ყავს უხდება მაგას. 15 ჯერ. თან. არა? შენ რატო გაგეცი? მე თუცა ნატოზე. აზრაცინებ და კიდე ხო. კარგი, კექსზე ყოფილა ესე იგი დამოკიდებული ყველაფერი. ძალიან საინტერესო მოვლენაა და ჩვენ თამაშობთ ფუთად გოგითხარი და წესები რადგან იცით, მაინც მოკლედ აგიხსნით რომ გამოვა კატეგორიები, მე გამოვა სავარაუდო პასუხები, მე შეკითხვა და 4-ვე ბოქსზე ნაწილდება თანხა, ოღონდ ერთი რჩება აუცილებლად თავისუფალი. კი, ეს ვიცით, რომ ერთი რჩება თავისუფალი. და მთელი ფული თამაშობს ყოველთვის. რამდენი დარჩება, იმდენი ნაწილდება. აქ არ უნდა დარჩეს, თორე აქ რო დარჩება, ის ჩემი გახდება. სანამ დავიწყებთ შენარჩუნებას, შეხე. მოფერება უნდა ამას, რომ შენარჩუნებული იყოს. ეს კარგად ისეთ. ინსი რა უნდა ქნაგიო? ეს. ხო? უნდა. ეგრე არის საერთოდ? ხო, ბარაკა იცის. ბარაკა იცის? ყველა. თავარია რომ აი რაღაცა ფილმი იყო ერთი. საინტერესო, ხარება და გოგიაში. ბარაკა გოგიო. ბარაკა, აი. ხო და მე იქიდან ვინმე მოგვაზახოს, წატი შენიო. ეგ არის ცუდი. ხო, ეგ ცუდი, ნამდვილად. ხო და ნახოთ რას ვიზამთ. პირველი ეტაპის ორი სავარაუდო კატეგორია, საიდანაც კითხვას ავარჩევ. ლიტერატურა და ცხოველები. ან ლიტერატურა, ან ცხოველები, რომელი ავირჩიოთ? ლიტერატურა. ცხოველებთან წყალთა ვართ? არა ვარ წყნარ. არა ლიტერატურასთან უკეთესად? ალბათ. ლიტერატურა, გიორგი. იყოს ლიტერატურა. რა ვიცი, მე კიდე ცხოველებისკენ ვიხრებოდი, მაგრამ მაინც რა ვიცი, აბა საბოლოო გადაწყვეტილება? გიო. იყოს ლიტერატურა. არ გინათ ეხლა ჩვენ თამაშობთ 100.000 და ესე რადგან ამან თქვა არ გაუტეხო ეს ქართული რაღაცები არ მინდა 100.000 თამაშობთ. სადაც უკეთესად იგრძნობთ თავს, მოდი ის ავიღოთ, ხო? ავი ცხოველები. 100.000-ია ლაპარაკი ხალხო, აქ არ არის ის რომ აო, ამან ლიტერატურა თქვა და ეხლა მე წინააღმდეგი როგორ წავიდე ხალხი რას იფიქრებს, არ გვინდა. აი. ფული უნდა მოვიგოთ. მაშინ ცხოველებთან ვიყოთ ურთიერთობაში. ცხოველებთან უკეთესად ავარ. არა, ო, რა ლიტერატურასთანაც, მაგრამ ცხოველებთან უბრალოდ რაღაც საერთოდ. ცხოველია რა. აჰა, 4 ფეხი აქვს, რაღაც აკაცებელი იქნება, აი შინაური რომელიღაც იქნება. ნახოთ, ცხოველები. და ნახე, კიდე კაი რამდენი ვილაპარაკეთ, თორე ხო არის ზალით. 4 სავარაუდო პასუხი. ტახი. ვეფხვი. დათვი. ვირი. აბა, რა კითხვა იქნება, ნახოთ. ერთი შინაურია და 3 გარეული. ვინიპუხი რა ცხოველია? დრომიდის. თუ სურვილი გაგიჩნდება, შემიძლია შევაჩერო დრო. შეჩერდ ეს დრო. შეჩერდი წამო, აი ლიტერატურა, ხედავ? აი ლიტერატურას გამოვიყენეთ თან. თან რაც თავარია, ესეც ლიტერატურა გამოვიდა პრინციპში. პრინციპში კი. და მეც ლიტერატურიდან ვიხმარე ფრაზა, ხედავ? ნამდვილად. 100.000 დავდეთ დათვზე. იმიტომ რომ ვინიპუხი არის დათვი? კი. ტახი არ არის, ვეფხვი არ არის, ვირი არ არის. აბა ესენი ვინ არიან? სციპაშკა, პიტაჩოკი, ნახე, რუსულზე წავიდა. არა და არ არის რუსული ის ზღაპარი ეს ამბავი. აბა ვნახოთ, სწორი პასუხი იყო თუ არა, ჩემი. და დათვი ეძახდა კი? სწორი პასუხია? ახე, რა გავხსენი? დავაბრუნე. დააბრუნეთ ახლა, აბა? ისე ჩვენ შოუს იცავს სტუდიაში ამ ფულს იცავს დაცვის პოლიციის ბიჭები იცავენ. არა, ლამაზად. ამაზე არ უნდა, მაგას ეგრე უხდება მიყრილი. ბევრი ჩანს და არ უფრო. ქარით მოტანილს რო არ დაემსგავსოთ და ქარმა რო არ წაიღოს, დავალაგებ. კარგი, როგორც შენი ტყვი ჩემო გიორგი? მეორე კითხვისთვის მზად ხარ? თუ ჯერ კიდევ დალაგებით ახარ დაკავებული? შენ აქ სათამაშოდ ახარ თუ დაბლაგებლად, კაცო, გამაგებინე. ჩემი ფულია და რა ვიცი როგორც უნდა აი, ისე. კარგად დევს. ნახოთ აბა მეორე კატეგორიები.
ეტაპის მეორე ეტაპის ორი კატეგორია. სოფლიო საოცრება, ნუ რა, და სიმფსონები. ბართი გამერი. არა, სიმსონებში ვერ დაგეხმარები ნამდვილად. ბართი გამერი, იქ საოცრება ჯობია. სოფლიო საოცრება. საოცრება. ხო, სიმფსონებში რამდენი პერსონაჟია ძალიან ბევრი. და სოფლიო საოცრება რამდენი ვიცით? ისიც უამრავი არის. 7 არის, 7-14. 7-14 ეს ძველი და თანამედროვე. რა მაგარია. კარგი, აბა, ცოდნიათ. ნახოთ ახლა. თუ არ ვწდები წესით. ხო, მეორე ეტაპია, მაინც არ უნდა იყოს რთული ახლა თქვენ. ჰერმესი, ზევსი, ჰელიოსი, პოსეიდონი. რა უნდა თუ ვკითხონ ერთი ნახოთ. წარმოდგენა არ მაქვს. რომელ ბერძნულ ღვთაებას გამოხატავდა როდოსის კოლოსი? ნეტა. დრომიდის. ჰელიოსი. როდოსის კოლოსი არის ჰელიოსი. ჰერმესი. როდოსის კოლოსი რაც ხა ღვთაებას გამოხატავდა თან ძველ ბერძნულს და ზევსი. პოსეიდონი არა. გადავანაწილებ. თუმცა არ გადაანაწილებთ 40 წამი გაქვთ დრო და ვეღარ მოასწრებთ. ზევსი ზევსი არა. უფრო მგონია რომ ჰერმესი. პოსეიდონი. ჰერმესი იყო მგონია. ჰერმესი ერგრე მახსოვს. და პოსეიდონი. პოსეიდონი იყო. 30 წამი არც კი. წყლის. ზევსი არ იყო. აქ გადავანაწილებ. ზევსი არ იყო. აი ესე. ზევსი არ იყო, მაშინ ესე გადავანაწილებ და დანარჩენი აქ. ნახოთ 12 წამია. სულ რაღაც. ზევსი იყო ღმერთი. ზე ჰელიოსი. 5 წამია. ჰელიოსი. 3, 2, პოსეიდონი წყლის. 1 და 0. ჰელიოსი. დრო ამოიწურა. ჰერმესი არა, ჰელიოსი. ჰელიოსი. ვერაფერს ვეღარ შევცვლით, ჰერმეს ყველაზე მეტი ერგო. ჰელიოსი იყო, ჰელიოსი. ნახოთ აქ რამდენი დევს? 4, ჰელიოსი 4, მამა იყო, რომელიც ოთხი და და 5. 5 და როდოსის 16, 17 წალია. 34000 დევს პოსეიდონზე. პოსეიდონი არ არის. როდოსის კოლოსი. ჰელიოს და ზევს არც ერთი და ჰერმეს დანარჩენი საკმაოდ შესაბამისად. რთული კითხვა იყო. საკმაოდ რთული კითხვა იყო. ჰელიოსი იყო მამა ზევსის, ესე მახსოვს, ზევსი იყო ღვთაება, მაგრამ რომელი გამოხატავდა როდოსის. როდოსის კოლოსი რა შეიძლება ყოფილიყო, ხო? ვინ შეიძლება ყოფილიყო? ჰელიოსი. ან ჰელიოსი, ან ჰერმესი. უფრო ან ერთი ან მეორე. ასე რომ, არა? უფრო ჰერმესი მგონია მე. ჰერმესი? ეგრე უნდა იყოს ესეთ. ჰერმესი გონია 66000-ით გონია და 34-ით პოსეიდონი. ჩემი აზრია ჰერმესი. და საინტერესო ვერსიებია ხა პრინციპში რა ვიცი აბა. აბა რა ვიცი, რას გავუგებ მაგათ. ნახოთ თუ გაგვიმართლებს. და თუ არ გაგიმართლებთ? წავალ წარში. უნდა გაგვიმართლოს წესით. აბა წავალ სახშიო? არა, არ მინდა სახლში წასვლა. ფორტუნასთან დამოკიდებულება არ გაქვთ სწორი. მაგრამ მე სწორი მაქვს, იმიტომ რომ მე არ მივდივარ სახლში. ხო არ მიდიხარ? ხო, დარჩი. შენ ხარ მაყურებელი ხა. მიწი იქით. თუმცა ეს შენი არჩევანი იყო, ხო? თუმცა ამის არჩევანი იყო. არის რომ კითხვა არ აინტერესებს, სახში წავა. მე არ მივდივარ. ასენდობი მე. ამდენი ფულით 66000 რო ანდე. სახში წავშორ კაც. დამიტოვა. რა ვიცი, გაგიტოვა კი? ნახოთ, აბა. ნახოთ. ჩაიღარე. ნახოთ რა ვიცი. ჰელიოსი იყო. ხო, იგი მახსოვს. მამა იყო იმისი, არ გამოხატავდა იყო მე როგორც მახსოვს ხო და ჰერმესი არ ვიცი. ოხო. 34,000 ჩავარდება როგორი სხვანაირი ხმა. ეს არ იყოს თავარია რა. ეს უფრო ჰერმესი. ჰე თუ ჰე. ჰე, ორივე ჰე. თავარია, იცი რა არ მოხდეს. და ლიო და რმე. დანარჩენი ჰე, სი და ჰე, სია. ახლა ლიო და რმე. გასხოვება არის ამეებში. თავდროს ერთი ნოლით ხტოვებს და მეორე 66000-ით. რმე და ლ ი ო ეძახე შენ. ნახოთ აბა რომელი აქედან სწორი პასუხი. 34 რა ხმა აქვს და წარმოიდგინე. 66 რო დარჩება რა კარგი გადასანაწილებელი იქნება მთლიანად ხოლმე ყველა პასუხზე. აი
ეს ჰელიოსი არ იყოს მამა არ იყოს. ჰელიოს არა არასოდეს არ ვიტყვები ხოლმე პირდაპირ ვამბობ ხოლმე ყველაფერს და არავინ არ მიჯერებს რომ რატომაც გონი ვარ რომ ბოროტი ვარ და თქვი და რა პირდაპირ ვამბობ ყოველთვის თუ წაგებულია 34 ახლა მქონა და ამაზე რა იქნება ეხლა მეც მივხვდი მაგას სამწუხარო ამბავი არის მაგრამ ეს იყო ეს აქეთ რო იყო ლიო შუაში რო ლიო ქონდა ესა და სის რო ქონდა ლიო აი ეგ იყო და ეს რმ ე არაფერში არის ყავს როდოს სკოლას გამოხატავდა თუ არა ხოლმე ფეთა ხო ნუ რა ვქნათ ახლა ვიუეთ ხეცარიელებს არ გაგიშ ვიუეთ ხუჟნუ რეჟი Geosol Connect-ი ყველაზე მობილური ინტერნეტი ერთსაც და მეორესაც მობზანებისთვის უღრმესი მადლობა სამწუხაროდ ამით უნდა დავამთავროთ დიდი მადლობა მობზანებისთვის მადლობა თქვენ გავაცილოთ გიორგი და კახი ასე ამით დღეს გემშვიდობებით კარგი იქნებოდა ვინმეს რომ მოეგო ესე იგი კარგად მაგრამ რასიზამ თამაშია არის შესაძლებელი ამ თამაში დედეკუშის მოხსნის საშუალება არსებობს მით უმეტეს ევროპაბეთი წარმოგიდგენთ ამ ყველაფერს და ეს არის იმედზე ყველაზე მაგარი შოუ ფულთან თამაში დროებით გემშვიდობებით ინტელექტითა და კარგი გემოვნებით ცნობილი ვარსკვლავური წყვილი რისკიან ნაბიჯზე მიდის. ვისურათ ხარ დაგიწმო. არა და ყოველთვის მართალი როგორ ახარ შენ. მაგრამ ფულთან თამაშის დროს ეს არ არის საკმარისი. ამისა ვერ ვუხურებ მეშვიდე. რადგან ხაფანგი შესაძლოა სწორედ მარტივი კითხვის უკან იყოს დაგებული. გითხარ მურწილები არ მაგან. ეცნობურია ეს ისეგა. მანანა და ანანოდიებს საკმაოდ რთული ბარიერის გადალახვა უწევთ. ამიტომ დები მონაცვლეობით იკავებენ ლიდერის პოზიციას. ძალიან რთულია მოტოკო ემოციები და დაძაბო მეხსიერება. როცა კარგად ნაცნობ კატეგორიებში რთულ და მოულოდნელ ვარიანტებს აღმოაჩენ. კარგი, ოსური მითოსის მთავარი გმირი მითხარია ბოლოსთან. გეოგრაფია მეთია. მოგების დიდი სურვილი, გამარჯვება და 100-ი. წაგების დიდი შანსი და ძალიან დიდი ნაღდი ფული. საჭიროა მხოლოდ ბოლომდე შეინარჩუნო ის, რაც უკვე შენს ხელშია. ანჩეს, რაშეს, ნიკო. ფულთან თამაშს ლელა წურწუმია და მამული ჩაგანაგრძობენ. გრივად ვერაუარა და იმიტომ მიტრიალა ეთყობა. ძალიან პოპულარული წყვილის ხელში ძალიან დიდი ფულია. არა, რაშუაში. რაშუაში. მაგრამ არსებობს ამ ფულის ხელიდან გაშვების ძალიან დიდი ალბათობა. როგორც შეფი იტყვის, რადგან გამარჯვების ერთადერთი შანსი სწორი პასუხია. მე მოგონა ყმობი. ელიქს. რადგან ფულთან თამაში ყოველთვის სავსეა მოულოდნელობებით. ფულთან თამაშის ახალი რაუნდი იმედზე.